გამოშვებას დღის სხვა ახალი ამბებით განვაგრძობთ. გუშინ ნაცემი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ლევან ტეტემაძე დღეს ინციდენტის დეტალებს იხსენებს. მას უცნობმა შეხვედრა ოჯახურ თემაზე სასაუბროდ ტელეფონით სთხოვა. ტეტემაძე ამბობს, რომ იგი თავდამსხმელებს არ იცნობდა და სავარაუდოდ არც მათ იცოდნენ, როგორ გამოიყურებოდა იგი, რადგან დაზარალებული უცნობებს თავად გაეცნო. ტეტემაძეს ხალხმრავალი ქუჩიდან გასვლა და თავისივე სახლის თაღში შესვლა სთხოვეს. მათ არ უსაუბრიათ, ამბობს, რომ პირველივე ძლიერი დარტყმისას გაითიშა. დაზარალებულს ეჭვი აქვს თავდამსხმელები ბათუმის მერობის კანდიდატის გიორგი ერმაკოვის შტაბის წევრები იყვნენ. ერმაკოვმა ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. ტეტემაძეს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, მცემისას თავის ქალა და სახის ძვლები დაუზიანეს. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება. დღეს ჟურნალისტებს სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის უფლება არ მისცეს, ამიტომ ნაოპერაციები ტეტემაძის ქუჩაში გამოყვანა გახდა აუცილებელი. ნაციონალური მოძრაობის წევრი ვარ, ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ, იცის ყველა ვინ რას სად რას ვაკეთებდი და ალბათ ვიღაცას მოწყიდა ეს ჩემი ამდენი საქმის კეთება. თუ ბოლო ამ წინას ბოლოს ინციდენტს დაუგვაჟინეთ, ვერ მაშინ გამოდის რომ ერმაკოვის შტაბის წევრებთან ვიდეს.